მე დავიწყებ უმრავლესობის წარმომადგენლისგან, ვინაიდან ამჯერად სტუდიაში ხელისუფლებას მხოლოდ ის წარმოადგენს. ბატონ ლევან, თქვენ ბოლოს უკვე აქ იყავით რუსთავიორის შენობაში და უსმენდით, რას ამბობდნენ ჩვენი სტუმრები. ისინი ეჭვებს კი არ გამოთქვამენ, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამ ადამიანებს ჩაუდეს ეს ნარკოტიკები და ისინი ამბობენ, რომ ელისო კილაძის შემთხვევაში ეს დაკავშირებულია მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან, ვინაიდან ის ძალიან კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ და თანაც მას აფრთხილებდნენ, რომ საბოლოოდ სწორედ ამით დასრულდებოდა მისი საქმიანობა. რაც შეეხება თათარაშვილს, ამ შემთხვევაში საუბარია პრეზიდენტის ოჯახზე, პრეზიდენტის ოჯახის უშუალო მეგობარზე და ამ შემთხვევაში ეს ოჯახიც დარწმუნებულია, რომ სწორედ პრეზიდენტთან კავშირზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული და რაც მთავარია, ისინი ამბობენ, რომ ეს უბრალოდ საზოგადოებისთვის ცნობილი შემთხვევებია, თორემ სინამდვილეში ბევრი ასეთი ფაქტი ხდება და ეს უკვე იქცა ინსტრუმენტად სამართალდამცავი სტრუქტურების ხელში, როდესაც ისინი ამ ხერხს ნარკოტიკების ჩადებას იყენებენ იმისათვის, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები დასაჯონ, დააშინონ ან სხვაგვარი ზეწოლა მოახდინონ მათზე. თქვენ თუ გიჩნდებათ გარკვეული კითხვები ამ საქმეებთან დაკავშირებით, თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ასეთი რამ გამორიცხულია დღეს საქართველოში? მოგესალმებით ყველას, მივესალმები. დღევანდელ დღეს გილოცავთ. დიდი მადლობა. ჟურნალისტიკის დღე არის ქართულ ჟურნალისტიკაში და გისურვებთ, რომ ბევრი მართალი სიტყვა გაჟღერებული იყოს თქვენს ეთერში, თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. პატივისცემ რუსთავიორის იმ ჟურნალისტების გუნდს, რომელიც უკვე წლებია ჟურნალისტიკას ემსახურებიან და ყველას ვლოცავ დღევანდელ ამ დღესასწაულს. ეხლა რაც შეეხება ამ თემას. მოდით წმინდა ადამიანური მომენტიდან დავიწყოთ, რომ რა თქმა უნდა არავის არ უხარია, არავის ციხეში ყოფნა, ან დაკავება, მით უმეტეს მერე პატიმრობაში, ასე ვთქვათ, ადამიანების ყოფნა. დავიწყოთ ამითი. მეორე ვიტყვი იმას, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ თემაზე, მე უბრალოდ როგორც პოლიტიკოსი გთხოვდი და მოგიწოდებდით, რომ რაღაც წინასწარი დასკვნების თვალსაზრისით ვისაუბროთ, მე მესმის, რომ რა თქმა უნდა, ყველა ოჯახის წევრს უნდა რომ იყოს დარწმუნებული იმაში, რომ მის ოჯახის წევრს შვილს იქნება თუ ნათესავს არ ჩაუდენია დანაშაული და შესაბამისად მზადარის რომ ის ბოლომდე დაიცვას. თუმცა სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო იმიტომ არსებობს ქვეყანაში, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია სამართალდარღვევასთან, იქნეს გამოძიებული, შესაბამისად იყოს დადებული შედეგი და მერე შეგვიძლია ჩვენ ალბათ შევაფასოთ, მე პირადად როგორც პოლიტიკოსმა თუნდაც და შევაფასოთ ის გადაწყვეტილებები ან მიღებული შედეგი. რაც შეეხება ახლა სიტყვის თავისუფლებას, მე მგონი მე დავასრულებ და თუ შეიძლება გეტყვით, იგივე თემას ვაგრძელებ უბრალოდ. ჩვენივე სტუმრები ამბობდნენ, რომ დიახ, ეს ნამდვილად ასე უნდა მოხდეს, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, უნდა დაველოდოთ სასამართლოს, მაგრამ ამაზე საუბრობენ ისინი, რომ სინამდვილეში სწორედ ეს სტრუქტურებიც უკვე ჩათრეულია ამ საერთო სისტემაში, ამ საერთო ქმედებებში, რომელიც ერთობლივი ძალებით ხდება, ამიტომ ისინი აღარ ენდობიან ამ სტრუქტურებს და არც აქვთ მოლოდინი, რომ ისინი საბოლოო პასუხს დადებენ. გავაგრძელებ ჩემს ას, თუ შეიძლება, რომ დღეს რეალურად ჩვენს ქვეყანაში არის ზუსტად ის სიტუაცია, როდესაც არც სიტყვის თავისუფლების შელახვის საშიშროება არსებობს და მით უმეტეს არც ადამიანის უფლებების. აქედან გამომდინარე ვიტყოდი ერთს, რომ ყველას ვთხოვდი, არის ხოლმე ძალიან ხშირად თქვენი ეთერიცაც გაჟღერებულა ძალიან დაბეჯითებით, ძალიან ხშირად სხვადასხვა ბრალდებები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების მიმართაც და მერე შემდგომში აღმოჩენილა, რომ საქმე სულ სხვადასხვაგვარად არის და მე მგონი, მე მესმის, რომ რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებისთვის არის ძალიან მტკივნეული თემა და აქტუალური და მათ რა თქმა უნდა ქონდეთ საშუალება თავიანთი მოსაზრება გამოთქვან, თუმცა ესე იყო მაგალითად ორ გაჟღერებულ ბოლო ფაქტთან დაკავშირებით, როგორც მახსოვს, ძალიან დაბეჭდებით იყო მტკიცება ასევე ხატია დეკანოიძის შვილთან დაკავშირებით და მე აღმოჩნდა, რომ საპროცესო გარიგებამდე თუ სწორად ვიცი მიდის თუ მივიდა უკვე საქმე და აღმოჩნდა, რომ ესე იგი ნიშნავს, რომ დანაშაული იყო. ერთ-ერთი ასეთი რომ ჩადების ფაქტებზე აქ ხატია დეკანოიძის შვილის შემთხვევაში საუბარი. ხო, მე ვამბობ, მე არ ვამბობ კონკრეტულად თქვენზე, მე ვამბობ მედიის საშუალებით, რომელსაც ახლა თქვენს განეკუთვნებით ბუნებრივია და ამიტომ მე ყველას მოუწოდებდი, რომ ძალიან თავშეკავებული ვიყოთ აი ამ მტკიცებით ფორმაში. მით უმეტეს ახლა მე უყურებდი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო ადამიანი, რომელიც იურისპრუდენციის ასე ვთქვათ წარმომადგენელია და რავი სამწუხაროდ ხედავდი, რომ პრაქტიკულად წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. მე მგონი ეს ადამიანი ორ ეთერში, ესე იგი აბსოლუტურად გაშლილი აქვს პოლიტიკური კომუნიკაციის და ბრძოლის ისა რა ქვია ველი და არა რეალურად კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში. ამიტომ მე დარწმუნებული
убедებული ვარ იმაში, რომ დღეს საქართველოში სიტყვის უფლების, ასე თქვა, სრული თავისუფლება გვაქვს, შეგვიძლია ვისაუბროთ, ვაკრიტიკოთ ხელისუფლება, სამართალდამცავ ორგანოებსაც კი აი ესე მოიხსენიოთ ძალიან ესეთი წინასწარი დასკვნების თვალსაზრისით და გთხოვდით, რომ აი ეს თემა იყოს გადაზრდილი ცოტა უფრო მეტად არა ადამიანებისათვის რაღაც თავსმოხვევის აზრით, არამედ რეალურ მსჯელობაში. კარგი, მოდით ვკითხოთ ოპოზიციას, ბატონო ლევან, არის თუ არა ეს ადამიანებისთვის ამ თევის თავის მოხვევა, იმიტომ რომ მე უნდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ჩვენ მოყვავს რელევანტური სტუმრები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ამ საქმესთან და რა თქმა უნდა ჩვენ მათ ვერ აუგზავნებთ, რომ დააფიქსირონ თავიანთი აზრი და შემდეგ უკვე ამიტომაც არიან ჩვენ ერთად პოლიტიკოსები, რომლებიც კიდევ უფრო ზოგადად შეაფასებენ ამ საკითხებს. მე ბატონ კოტეს ვკითხავ იმასთან დაკავშირებით, რამდენად გეჩვენებათ თქვენ თუნდაც რომ ის რაზეც თუნდაც დღევანდელ ეთერში არის საუბარი, ზედმეტად მტკიცებით ფორმაშია ეს ყველაფერი და ჯერჯერობით უნდა დაველოდოთ გამოძიებას, შემდეგ უნდა დაველოდოთ სასამართლოს და მათ საბოლოო პასუხს უნდა დაველოდოთ. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ სტუმრებს არ აქვს იმედი, რომ ამ სტრუქტურებისგან ისინი მიიღებენ რეალურ და ადეკვატურ პასუხს. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ცალსახად ცხადია, რომ ჩვენ სახელმწიფოში უკვე შეუქცევადი ხასიათი მიიღო ინსტიტუციების ჩამოშლის პრაქტიკამ. სახეზე გვაქვს სასამართლო, რომელიც დოკუმენტაციას აყალბებს და დღევანდელმა თქვენმა ახალმა ამბებმა ეს დაადასტურა. სახეზე გვაქვს მერია, რომელიც კორუფციულ გარიგებებში შედის, როგორც კერძო ინდივიდებთან, ასევე სასამართლოს წარმომადგენლებთან. სახეზე გვაქვს პროკურატურა, სახეზე გვაქვს უამრავი სხვა უწყება, ამას ყველაფერს დაემატა პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო და ის რომ ვიღაცას აკრძალულ ნივთიერებებს უდებენ, ეს არ არის პირველი თემა და ამის გამო არ შევკრებილ ვართ ჩვენ აქ. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ იმის გამო რომ ამ ყველაფერმა მიიღო რეგულარული ხასიათი. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ კი ადამიანებს უდებენ აკრძალულ ნივთიერებებს, ეს არის უკვე სისტემური დანაშაული, იმიტომ რომ არის ბრძანების გამცემი, არის შემსრულებელი, ეს ხდება და ხორციელდება მუდმივად, სისტემური დანაშაული არ არსებობს პოლიტიკური ნების გარეშე. პოლიტიკური ნება ვისი ხელიდან მოდის ჩვენ სახელმწიფოში ყველასთვის ცხადია. აქვე უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს მეორე კუთხით. სახელმწიფოს მაღალჩინოსნების ხელში მოძრაობს და ტრიალებს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და შემდგომში ეს დოზირებულად გადადის პოლიციის ხელში და შემდგომში ეს უკვე მთავრდება ჩვეულებრივი მოქალაქეების ჯიბეებში, რომლებსაც მერე დიდბოდიშს მოვითხოვ ბატონ ლევანთან, მერე უშვებენ პროკურატურაში, მერე უშვებენ საგამოძიებო უწყებებში და გვანუგეშებენ იმითი, რომ დაველოდოთ მათ ობიექტურ გადაწყვეტილებას, რაც არის აბსურდი და რაც აპრიორი უკვე ჩამოწერილი არის მათი გადაწყვეტილებები თუ როგორი იქნება კონკრეტული პირების მიმართ მათი, ასე ვთქვათ, საბოლოო განაჩენი. რაც შეეხება ხატია დეკანოიძის შვილს, თქვენ ისიც ახსენეთ, აქ პრობლემა არის ის, რომ ხატია დეკანოიძის შვილი მარტო არ იმყოფებოდა, როცა ის დააკავეს. უბრალოდ მას რამდენიმე დღით ადრე შეუსულდა 18 წელი, პატარა არის, მან ყველაფერი არ იცოდა თავისი უფლებების შესახებ. რამდენიმე საათის განმავლობაში მასთან არ შეუშვეს ადვოკატი და მას ფსიქოლოგიურად ამუშავებდნენ, რომ მიდი ახლა შენ ეს შენ თავზე აიღე, სხვებს ნუ დაასახელებ და გაგიშვებთ დილისთვის. ბავშვზე მოახდინეს ფსიქოლოგიური ზეგავლენა, ამ ბავშვმაც ადგა და დაუჯერო ენდო პოლიციელებს, ისე რომ ადვოკატთან კონსულტაცია არ გაუვლია და შემდგომში ეს გახდა მედიისთვის ალაპარაკო თემა, რომ დაარტყეს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის და ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ამითი ვითომ. სინამდვილეში საქმე გვაქვს რასთან? პოლიტიკურ ნებასთან და კარგად ორგანიზებულ სამართალდარღვევასთან, რომელშიც ჩარეულები არიან როგორც მაღალი რანგის პოლიტიკოსები, ასევე მოქმედი პოლიციელები. ეს არის ყველაზე ცუდი. კი ბატონო, უპასუხებთ ბატონო. კი, ძალიან მოკლედ, დროს არ წავ, უბრალოდ ეხლა აქ პოლიტიკოსები საუბრობდა ძალიან მიკვირს ეხლა ესეთი მსგავსი ტიპის საუბარი, როდესაც აი ეხლა ჩვენ მოვისმინეთ დაახლოებით 5 წუთიანი, ასე ვთქვათ, ნარატივი, სადაც პრაქტიკულად, ესე იგი, დანაშაულიც დადგინდა, გამოძიებას ჩატარდა, დასკვნაც დაიდო, ესე იგი, რამოდენიმე დანაშაულს გაუსვით ეხლა თქვენ ხაზი და შესაბამისად ნარკოტიკების ჩადება მიღებული პრაქტიკა არის. შეიძლება უკაცრავად ეს საკითხები თქვენთვის ახალია? დავასრულებ თუ შეიძლება და შესაბამისად დასკვნას ქვეყანაში თურმე ესეთი რამე ხდებაო. შესაბამისად ეს ჩვეულებრივად. შესაბამისად თქვენთვისაც ცნობილია, რომ ეს არის ჩვეულებრივი
პრაქტიკა ჩვენ სახელმწიფოში, როდესაც ადამიანს იჭერენ ნარკოტიკით, ის იძახის, რომ ჩამიდეს და ამაზე არავინ ყურადღებას აღარ ამახვილებს. კი ბატონო, შეიძლება გავაკეთებ რეპლიკას დავამთავრებ. ანუ დაიდო დასკვნად, საბრალდებოც, გადაწყვეტილებაც მიღებული იქნა და ეს ყველაფერი კეთდება პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომელსაც ისევე როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ და ზოგადად მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში და თქვენ ახლა როგორც სახელმწიფო ჯგუფიდან ამ განცდას ვერ ვხედავ, რომ პასუხისმგებლობა გააჩნიათ ჩვენი მოსახლეობის წინაშე. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს შემთხვევაში პოლიტიკურ შეფასებას კი არ აკეთებთ. ფაქტიურად პროკურორის როლში გამოხვედით, მიიყვანეთ რამოდენიმე საქმე ახლა ჩვენ თვალწინ ბოლომდე და ეს საბრალდებო დასკვნა დადა. მე მგონი არავის ბრალდებად არ გამოგადგებით, ჩვენ აქვს საუბრობ კონკრეტულ ფაქტებზე. პოლიტიკოსმა მსგავსი ტიპის დასკვნები უნდა ძალიან დიდი ეჭვ მეპარება იმაში, რომ თქვენ ვინმე გითანხმებთ იმ გადაწყვეტილებას, ვის ჩაუდონ ნარკოტიკი, ვის გადასცენ ეს ნარკოტიკი და შემდგომში ეს ადამიანი როგორ გაასამართლონ. თქვენ ახლა უცდილობთ, რომ ამ ყველაფერზე მაღლად გეხართ და რაღაცა კანონებით და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებიდან გვესაუბრებთ. ეს ესე არ არის. შეგიძლიათ ალბათ მიმართოთ საავადმყოფო ორგანოებს და აწარმოებთ პროცესები, რომლებსაც აბსოლუტურად აკონტროლებს თქვენი სახელმწიფო ჯგუფი და რომლის მიმართაც ნდობა ფაქტიურად არის 0. წინასაარჩევნო პერიოდი დამთავრდა, ასე რომ მე მგონი შეგვიძლია წინასაარჩევნო სხვა რეჟიმში გადავიდეთ. ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი პრობლემური საკითხია, რომლის მოგვარების ვალდებულებაც აკისრია სახელმწიფო ჯგუფს და მთავარი წყარო ამ პრობლემის სწორედ რომ თქვენი ჯგუფი არის. თქვენი გუნდი არის. მოგუსმინოთ საპარლამენტო ოპოზიციას, ბატონო გიგი, თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ საკითხისადმი? მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბატონი ლევანი ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ ჯერ გამოძიებას და არ შეიძლება წინასწარი დასკვნების გაკეთება ამ საკითხებთან დაკავშირებით. მე მინდა ყველას მივესალმო, ჩვენს ტელემაყურებელს, ბუნებრივია, ასევე თქვენ დღევანდელი დღეს მოგილოცოთ და წარმატებები გისურვოთ თქვენ საქმიანობაში. ბუნებრივია, რომ აქ ახლა ვერავინ ვერდიქტს ვერ გამოიტანს, ხო? ჩვენ გვაქვს ვარაუდები, ამ ვარაუდებს ვაფუძნებთ გარკვეულ ეჭვებზე, იმ წინასწარ მოცემულობაზე, რომელიც არსებობს და უბრალოდ როდესაც დროის ძალიან მცირე მონაკვეთში. აი სამი შემთხვევაა პოლიტიკურად აქტიური, თავის თქვათ სფეროში თორსა გამოჩენილი, წარმოჩენილი პოლიტიკურად თქვათ ჩაბმული ამ პროცესში ადამიანების, პრეზიდენტის ნათესავის, შემდეგ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ძალიან აქტიური ჟურნალისტის, ეს ხო ძალიან სწრაფად და დროის მცირე მონაკვეთში ხდება. რა თქმა უნდა, ყველას აღეძრება ის ეჭვი, რომ აქ ხომ არ არის პოლიტიკურად მოტივირებული და სწორედ ესე მიზნობრივად განხორციელებული ქმედებები. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხა ჩვენთან ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რაც ახალი ხელისუფლებაა, უკვე ახალი აღარ არის, ძალიან ბევრი ფაქტი იყო სწორედ პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშსწორების ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მე ცნობილ ამბებზე, რაც პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება და სხვა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ქვია, საარჩევნო პროცესში რამდენიმე ძალიან ცუდი ფაქტი იყო და მძიმე ფაქტი, როცა აქტიური იქ შტაბის წევრები, მათი ოჯახის წევრები დააპატიმრეს და შემდეგ გამოუშვეს არჩევნების შემდეგ, იყო იარაღის ჩადებაც, იყო აფეთქებაც, რომელიც გამოუძიებელია, იყო თავდასხმები პოლიტიკოსებს, ამაზე რატო ვლაპარაკობ? იმიტომ რომ რეალურად და ლიდერების მოწოდებები ძალიან აგრესიული ოპოზიციის წინააღმდეგ ანგარიშსწორების თვალსაზრისით, ანუ ფონი იმგვარია შექმნილი ქვეყანაში და რეალობაც გვაძლევს ამის თქმის საფუძველს, რომ შეიძლება სრულიად კეთილგანწყობილმა ხელისუფლების მიმართ ივარაუდოს, რომ აი ახლა სპეციალურად ხდება ასეთი რამ. ჩადება თავისთავად და ეს ფაქტი ხო არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, მოუთმენელი და ხელისუფლება ამით უდიდეს დისკრედიტაციას აკეთებს თვითონ სამართალდამცავი სისტემის, თუ ამას ვინმე ავალებს და სწორია ეს მოსაზრება, რომ ხა თავისით ვინ გაუსწორებს ანგარიშს, ეხლა თქვა პრეზიდენტის ნათესავს ან აქტიურ პოლიტიკოს. ახლა როცა იცია, რომ მართლა ელისო კილაძე ძალიან ბევრ საქმეზე გამოდის, წლებია, ხო? ძალიან აქტიურად ლაპარაკობს ბევრ თემაზე, მათ შორის უპირისპირდება სამართალდამცავ სტრუქტურას. ახლა მის შვილს თუ დააკავებ,
ხო ატყდება ამაზე ამბავი, ხო იქნება აქტიური მსჯელობა, ხომ იქნება განხილვები. ამაში მეორე უბედურებაა კიდე რომ იმდენად არაპროფესიონალურად აკეთებენ ამას პროცესუალური დარღვევებით და ასე შემდეგ, რომ უამრავი ფაქტია იმისა, რომ ადამიანებმა ეჭვი შეიპაროს ადამიანებს, ეჭვი შეეპაროთ და სწორედ ამგვარი შეფასებები გაკეთდეს, რომ ეს კეთდება შეგნებულად, ეს კეთდება სწორედ იმის გამო, რომ ვიღაცას ანგარიში უნდა გაუსწორონ. რა თქმა უნდა, ყველა დაელოდება გამოძიებას და საბოლოო სიტყვას გამოძიება იტყვის, მაგრამ დღეს რასაც ჩვენ ვისმენთ, მართლა უამრავი შეკითხვა, ყველა ამას ლაპარაკობს, ხო? უამრავი კითხვა, რატომ ასე, რატომ ის არ გამოიძეს, რატომ ტელეფონში ჩანაწერი არ იყო, რატომ მანქანა არ გაიჩრება, პირობითად ვამბობ ამას. ამ კითხვებს ჩვენ ვერ გავცემთ პასუხს. ჩვენ ყოველთვის და მით უმეტეს ოპოზიციას ყოველთვის ექნება იმის ეჭვი, რომ რაღაც არასწორია, რაღაც შეგნებულია, რაღაც მიზანმიმართულია. თქვენ ემდობით გამოძიება, რომელმაც უნდა გასცეს სამწუხაროდ საგამოძიებო პროცესსაც ძალიან დიდი ჩრდილი მიადგა, როცა ჩვენ ხედავთ მოსამართლეებს, რომლებიც ასევე არიან ზეწოლის ქვეშ და აქ ალბათ კიდე კოლეგები ამ თემებზე ისაუბრებენ. მაგრამ ნუ ხლა სხვა საშუალება ამ წუთას არ არსებობს, ხო? უნდა ვნახოთ რა სიტყვის გამოძიება და ამის შემდეგ არის უკვე საზოგადოების განწყობა, ოპოზიციური სპექტრის გადაწყვეტილება, როგორ უპასუხებს ამ გამოწვევას, რომელსაც სამწუხაროდ დღეს ხელისუფლება აი ასე ამ ფორმით, ასე ვთქვათ, აწვდის ჩვენ საზოგადოებას. ბატონ ლევანთან გადავალ, ბატონო ლევან, თქვენ გააქვთ ეჭვი, რომ შეიძლება ყველა ეს ფაქტი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, სამ ძირითად ფაქტია საუბარი, არ არის შემთხვევითი დამთხოვა და ეს მიზანმიმართულად ხდება სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან. მოგესალმებით გიორგი, უერთები კოლეგების მილოცვას, ჟურნალისტიკის დღეს და გისურვებთ, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე განთავისუფლებულიყავით ხელისუფლების მარწუხებიდან, ზეწოლის მარწუხებისგან, რაცაც თქვენი ტელეკომპანია განიცდის. ახლა რაც შეეხება, მე უსმენდი მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს და უსმენდი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩადებები და ის უკანონო ქცევები და საქმიანობები იყო ნაციონალური მოძრაობის დროს და იყო ძალიან მომეტებულად, ამის არ აღნიშნო, უბრალოდ წარმოუდგენელია, რასაც როგორც მე მაშინ ადვოკატი ჩემი თვალით ხედავდი, ვაწყდებოდი ამ სიტუაციას და მასობრივი ხასიათი ჰქონდა ბოლოს მიღებული, აი ძალიან მასობრივი, ისეთი რომ არავის არ უკვირდა. მაგრამ ახლა უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი, როდესაც ბატონი ლევანი საუბრობს, მე მახსენდება უბრალოდ წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის პარლამენტის წევრები საუბრობდნენ და როდესაც ბატონმა მღებრიშვილმა გააკეთა დღეს განცხადება, მე მახსენდება, როდესაც ბატონი მერაბიშვილი საუბრობდა, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და თურმე არაფერი ჩადებები არ ხდება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდი გავავლოთ ახლა პარალელები და ვისაუბროთ. პირველ რიგში ჩვენი კანონმდებლობით, დღეის მდგომარეობით არსებობს ტროიკების ეგრეთ წოდებული ინსტიტუტი. პირდაპირ კანონმდებლობაშია ჩადებული, შეიძლება ითქვას, რასაც ქვია ჩხრეკა ამოღებასთან დაკავშირებით. რაც სამართლობა მოითხოვს, წინა ხელისუფლების დროს იქნა დანერგილი, როდესაც თანადამცვის ინსტიტუტი იქნა ამოღებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავარი მოთხოვნა დღევანდელი ხელისუფლების, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ, მეც მაშინ ვაპროტესტებდი, ბუნებრივია, რომ ეს სიმახინჯე, რაც არაკეთილსინდისიერ ადამიანებს სამართალდამცავ ორგანოებში მოკალათებულებს აძლევდა შესაძლებლობას, რომ მსგავსი სახით დანაშაულები ჩაედინათ. არ იქნა გამოსწორებული და პირიქით გადმოიბარეს ეს მანკიერი პრაქტიკა და ძალიან წარმატებითაც ასრულებენ ამას. და შეიძლება იქ დაისვას კითხვა, საიდან ასკვნით, რომ წარმატებით ასრულებენ. იქიდან ვასკვნით, რომ წარმატებით ასრულებენ, რომ აი ამის გასწორება მათ დღის წესრიგში არ შედის საკანონმდებლო ინიციატივას. ანუ საუბარი რაზეა, რომ მაყურებელმა გაიგოს. დღეს მთავარია 2-3 პოლიციელი, რომელიც ატარებს ჩხრეკას და რომელსაც დაკვეთა აქვს მიღებული, რომ პიროვნებას, ამ შემთხვევაში მსხვერპლს ჩაუდო ნარკოტიკული საშუალებანი იარაღი, წარდგეს სასამართლოს წინაშე და ეს სასამართლო უყოყმანოდ განაჩენს გამოიტანს გამამტყუნებელს და ვერდიქტი იქნება გამამტყუნებელი. ამის შემაკავებელი ფაქტორი ბუნებრივია, თქვენ მეტყვით უნდა იყოს სასამართლო. მაგრამ დღეს სასამართლოში რა ხდება? ბატონო ლევან, თქვენ საუბრობოდით პასუხისმგებლობის საკითხზე. ბუნებრივია, პასუხისმგებლობა უნდა კონდეს ოპოზიციასაც და პასუხისმგებლობა უნდა კონდეს პოზიციასაც. ძალიან პასუხისმგებლიანი საუბარი იყო და სწორი აქცენტები იყო დასმული, როდესაც ქართული ოცნება, ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ვიყავით ოპოზიციაში და საუბრობდით კონკრეტულად სასამართლოში მიმდინარე მანკიერ თვისებებზე და სიტუაციებზე. მაგრამ დღეს რა ვხედავთ? იგივე მოსამართლეები თქვენ გადმოიბარეთ, ძალიან წარმატებით გადმოიბარეთ. ხშირ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ,
აღმატებულ ხარისხი აიყვანეთ და დღეს მე ამჯერას ადამიანების ფერიცვალობას კონკრეტიკა მითხრათ რა გაძლევთ ამის თქვის საშუალებას რა მაძლევს პირდაპირ შეიძლება რა გითხრათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და ევროპულმა სასამართლომ გირგულიანი საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ განაცხადა რომ გირგულიანი საქმის წარმოებისას როგორც ხელისუფლება როგორც პოლიცია ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლება საკანონმდებლო ხელისუფლება პროკურატურა და სასამართლო ჩართული იყვნენ რომ არ აღსრულებული იყო სამართალი იმ საქმის უზენაესი მოსამართლე ბატონი მურუსიძე დღეს დაწინაურებული ყავთ დამთავრები და აგიხსნათ ყველაფერს დაწინაურებული ყავთ დაწინაურებული ყავთ უკაცრავ სასამართლო სისტემაზე საუბრობ ხო სასამართლო სისტემა არა მაგას ზუსტად მაგაში არის არა მაგაშია საუბარი თქვენ ვინ და თქვენ ზუსტად უნდა ხედავდეთ განსხვავებას წინა ხელისუფლების და ხოლმე ეს მაშინ ახლა თქვენი მოსაზრება არის პრობლემა არ არის ეს არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა დღეს ასეთი სიტუაცია არის ზუსტად ასე საუბრობდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება რომ ეს სასამართლო საკითხია აბა გინახავთ რომელი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ვინმე საუბრობდა რომ ჩვენ სასამართლოს საქმეებში არ ვერევითო არც ერთი არ საუბრობდა მე მინდა გითხრათ რომ ზუსტად ამ მურუსიძეს დღეს აქ მურუსიძეზე არ არის მარტო საუბარი რომ ვინმე მართქვას რომ რამე მურუსიძის ჯინი მჭეს მაგრამ მურუსიძე გამოხატავს როდესაც რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩინდა მურუსიძის ფერიცვალების არც მემჯერა და არც საზოგადოებას არ ჯერა როდესაც ადამიანი დახელოვნებული იყო ამ შემთხვევაში მანკიერის საქმეების შეკერვით რაც ევროპის სასამართლოში დადასტურდა დღეს ეს მურუსი გამომთარ პატარა კომენტარს გავაკეთებ პირადად მე როგორც პოლიტიკოსი პირდაპირ გეუბნებით რომ სიმართლე გითხრათ გაცილებით უფრო მეტად კომფორტში ვიქნებოდი ახლა თქვენთან მსჯელობის დროს ამ წუთას მურუსიძე რო არ იყოს ამ თანამდებობაში თუმცა ყავთ რას ნიშნავს თუმცა ეს არის ის სისტემა რომელშიც ჩვენ ესე არ ვერევით როგორც ერეოდა წინა ხელისუფლება ამიტომ პირდაპირ შემიძლია გითხრათ ერთი წამით პირდაპირ გეუბნებით რომ გაცილებით მეტი პოლიტიკური კომფორტი მექნებოდა თუნდაც ახლა კამათის დროს პირადად ჩემი პოზიცია არის ეს თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ზუსტად ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის რომ ადეიშვილის პროკურატურა მურუსიძის სასამართლო მერაბიშვილის ეს დამთავრდა ეს პერიოდი და ახლა კარგით ახლა მარტო სიტყვის თქმით ხო არ ნიშნავს რომ თქვენ თუ იტყვის რომ არ დამთავრდა ხო არ ნიშნავს რომ არ დამთავრდა არა მე კონკრეტულ ფაქტებს დაგისახელებდა მითხარით ფაქტებს რომ მეუბნებით მურუსიძეს ფიგურაზე მურუსიძეს საერთოდ სასამართლოში მე არ ვიყავი და არც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ქირურგიული ჩარევის ანუ როგორც ნაციონალური მოძრაობის დროს გაკეთდა მოვიდნენ ყველა გაყარეს ამის წინააღმდეგი არ ვიყავთ მაგრამ მურუსიძეს 10 წლიანი ვადა გაუვიდა და თქვენი ხელისუფლების პირობებში ის სამუდამო მოსამართლეობის პერსპექტივით არის დღეს გამწესებული მურუსიძე და რა გაკეთდა უზენეს იუსტიციის საბჭო ჩააბარეთ და რა დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება რასაც გიორგი ღებულობს ქართული ოცნების ხელისუფლება უბრალოდ გასაკვირია პრეზიდენტს დღეს მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში წარდგენის საშუალებას არ თმევენ და იუსტიციის საბჭოს რომლის მდივანიც არის ბატონი მურუსიძეს გადასცემენ რომ უზენაეს სასამართლოში წარადგინოს მოსამართლეობის კანდიდატები არ არის ბატონო მარტო მურუსიძეზე საუბარი მეორესაც გეტყვით და მეცაც გეტყვით არის ყველამ კარგად გვახსოვს სისხლის სამართლის საქმე იყო ესეთი თეთრაძის საქმე როდესაც მომაკოდავი ადამიანი აი მკვდარი შეიძლება ითქვას შეიყვანეს მოსამართლეს მიუყვანეს მოსამართლემ შეუფარდა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა და იმ დღეს თორა მეორე დღეს გარდაიცვალა ადამიანი იმ ადამიანს მოსამართლე გახდათ გოგინაშვილი ამ გოგინაშვილს ვადა გაუვიდა და დღეს იცით სად არის ესა პირველი ინსტანციიდან თქვენი ხელისუფლების პირობებში იმ სასამართლო რეფორმის პირობებში რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იყოს აუცილებლად დაწინაურებულია დღეს და აპელაციაში და თავის კოლეგებს უწევს ზედამხედველად პირველი ეს არის პირდაპირი მესიჯი სასამართლოს მხრიდან ანუ თუ იქნებით მართულები თუ იქნებით პოლიტიკურად ლოიარულები არ არის საუბარი არაფერზე დღეს ყავს პოლიტიკურად მორჩილი პროკურატურა პირდაპირ გეუბნებით მაჩვენეთ ერთი ადამიანი რომელიც დაისაჯა უკანონო ბრალის წარდგენის გამო სისხლის სამართლის ფალსიფიცირების გამო წინა ხელისუფლების პირობებში. როდესაც საუბარია ციხეებში, მიმდინარე მოვლენებზე, ციხეებზე ზედამხედველი ყველა პროკურორი, მაშინდელი, დღეს არის დაწინაურებული და ყველა არის თავის თანამდებობაზე. რატომ? ჩადების საქმეა რომ მთელი ეგ თემები წინ გვაქვს ჯერ კიდევ სიამოვნებით მეც პოლიტიკა დამთავრდა უკვე 5 წელი გავიდა მე 6 წელს ვითვლი და როდის გვაქვს წინ როდის უნდა იყოს წინ როდის უნდა როცა დავაწინაურებდეს მე მგონია რომ რაღაც ერდაიგივე თემები არა ერდაიგივე თემებზე არ საუბრობ ჩვენ და ბოლოს დავამთავრებ გიორგი როდესაც არის საუბარი საერთოდ აი საკანონმდებლო ინიციატივები რეფორმები ტალღები არანაირი რეფორმა არანაირი სასამართლოს გაჟანსაღება არანაირი ტალღა არ არსებობს პირდაპირ პირდაპირ ევროსტრუქტურებმა ამ შემთხვევაში დაწერეს და გვითხრეს რომ პროკურატურის რეფორმა არ ემსახურება
დეპოლიტიზირებას. აი ეს არის ვენეციის კომისიის დასკვნა. პირდაპირ გეუბნებით, ვენეციის კომისიის დასკვნა. ჩვენ დღეს გამოვდივართ და ვიძახით მაინც რომ დღეს ქვეყანაში პროკურატურა არის დეპოლიტიზირებული და ბოლოს ეს დავამთავრე. მაჩვენეთ ერთი საქმე. ერთი საქმე გარდა ერთისა. მეხსიერება თუ არ ვღალატოს 5-6 წელი ვახსენეთ თქვენ და წინა 4 წლის განმავლობაში გონი კოალიციაში თქვენი პარტია შემოდიოდა. კი, 2 წლის განმავლობაში და როდესაც პოლიტიკური დევნა დაიწყო თქვენო პარტიამ და როდესაც კაბელების საქმეზე როდესაც კაბელების საქმეზე გახდნენ პოლიტიკური პატიმრები ჩვენმა არჩია კომფორტს ოპოზიციაში გადასვლა და ერთ დავასრულებ. როდესაც საუბრობდი ნაციონალური მოძრაობის დროს ხდებოდა ჩადებები. აი აურაცხელი რაოდენობით პრაქტიკოსი ადვოკატი ვარ და ვიცი რაც ხდებოდა. მაჩვენეთ ერთმანეთში თქვენი მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც ადამიანი, რომელიც დაისაჯა, ანის პროკურორი, რომელიც დაისაჯა ჩადებების გულისთვის. მხოლოდ ერთადერთი საქმე არსებობს. თამაზაშვილის საქმე. ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიმამრის საქმე. მხოლოდ ერთი საქმეა. ანუ ესეც არის შერჩევითი მართლმსაჯულება და ის პიროვნებები, რომლებიც დახელოვნებულები იყვნენ და არიან, დღეს ხელისუფლებას ჭირდება იმისათვის, რომ ის რაც მათ იციან, დღეს ამ ხელისუფლებას. დიდი მადლობა ბატონო ლევან, ბატონ იაგოსთან მინდა მე გადავიდე, როდესაც აქ საუბარია ბატონო იაგო იმაზე, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიების პასუხს, თქვენ ფაქტობრივად თქვენმა პარტიამ პირდაპირ მასალა შესთავაზა გამოძიებას, სადაც რეალურად გამოსაძიებელი ბევრი არაფერი არ იყო. მე გულისხმობ, როდესაც ინტერნეტის საშუალებით თქვენ შეიძინეთ ის ნარკოტიკი, რომლის ფლობაც, რომლის გასაღებაც სწორედ სისხლის სამართლის საქმეა და ეს გააკეთეთ თქვენ იმისთვის, რომ გეჩვენებინათ, რომ სახელმწიფოში, საქართველოში აი ეს თავისუფლად, ფაქტობრივად რამდენიმე წუთში შეიძლება ასეთი ნარკოტიკი შეიძინო და ამას სჭირდება დარეგულირება, მაგრამ პირველ რიგში გამოძიება, რომ გავიგოთ როგორ ხდება ეს. რა შედეგით დასრულდა ეს თქვენი ექსპერიმენტი? ამ ექსპერიმენტის შედეგების შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ არის, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენთვის არაფერი არ უცნობია. გამოძიება მაინც დაიწყო? გამოძიება დაიწყო, ნუ გასაგებია, რომ აღმოჩენილი იქნა ნარკოტიკული საშუალება, გადაცემული იქნა პოლიციაზე და გამოძიება აქ ფორმალურად თავისთავად ცხადია დაიწყებოდა. თუმცა ჩვენი მიზანით ზოგადად არ ყოფილა ვინმეს დაჭერა ამ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ ვაჩვენეთ საზოგადოებას, რომ ერთი ტიპის ნარკოტიკის აკრძალვას რა შედეგი შეიძლება მოყვეს, როგორ შეიძლება გავრცელდეს უფრო საშიში ნარკოტიკი ქუჩაში ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით. როგორ შეიძლება ეყაროს საშინელი ნარკოტიკი ქუჩაში, როდესაც ჩვენ მსუბუქ ნარკოტიკს ვკრძალავთ. მაშინ როდესაც ასეთი მკაცრი ნარკოპოლიტიკა მე ერთი რაღაცა მინდა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ვთქვა. თუ გახსენდებათ თქვენ რაიმე 60-იანი წლებიდან მოყოლებული, რაც არ შეიცვალა ქვეყანაში. რამე სფერო არსებობს თუ არა, რამე ტექნიკა არსებობს თუ არა, რაც არ შეიცვალა ქვეყანაში. გარდა ერთისა, ეს არის ნარკოპოლიტიკა. 60-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენ ფაქტობრივად გვაქვს ის ნარკოპოლიტიკა, რაც გვაქვს. და აი ეს ნარკოპოლიტიკა ყოველთვის იყო საფუძველი ისეთი ლაპარაკის, როგორიც არის არა ჩადებას. აგერ არის თქვენს ტელევიზიაში გადის ახლა ეს ლოზუნგი, არა ჩადებას. 60-იანი წლებიდან ჩვენ ყოველთვის გვქონდა ეჭვი და მე ყოველთვის მჯეროდა ამ ეჭვის, რომ რომელიღაცა პოლიციის უფროსი, თანამშრომელი თუ სხვადასხვა სამსახურები ადამიანებს უდებდნენ ნარკოტიკს. ეს იყო მაშინ, როდესაც პოლიციის უფროსი იყო პირობითად გულწრფელი კომუნისტი, მაშინ როდესაც არც თუ ისე გულწრფელი კომუნისტი, მაშინ როდესაც ხალხის მხარეზე გადმოსული კომუნისტი, დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კორუმპირებული შინაგან საქმეთა მინისტრი, რკინისკაცი შინაგან საქმეთა მინისტრი, ხერხემალი შინაგან საქმეთა მინისტრი, ან რეფორმატორი შინაგან საქმეთა მინისტრი, დღეს რა ვიცი, როგორი შინაგან საქმეთა მინისტრია, იმნაირი შინაგან საქმეთა მინისტრი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მქონდა ერთი რაღაცა უცვლელი. ყოველთვის ქართულ ხალხს ჰქონდა ეჭვი, რომ ნარკოტიკებს უდებდნენ პატიოსან მოქალაქეებს. მე მართლა არ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, იმ ადამიანებს, რომელზედაც დღეს აქ თქვენი ეთერით საუბარი იყო, მართლა ჩაუდო თუ არა ვინმე ნარკოტიკი. მე არა მაქვს ამის არანაირი მტკიცებულება, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია საერთოდ. პირველი პრობლემა რეალურად არის ის, რომ მე კი არ არსებობს მე მგონი ადამიანი, რომელსაც გულწრფელად შინაგანად ბოლომდე 100%-ით ჯერა, რომ ამ ადამიანებს ნარკოტიკები არ ჩაუდეს. ეს პირველ რიგში მიანიშნებს არა იმას, რომ ის ადამიანები არიან ანგელოზები და მათ არასდროს ახლოსაც არ ჩაუვლიათ მსგავს რაღაცეებთან. არამედ მიანიშნებს იმას, რომ პოლიციას არ აქვს ნდობა და მეორე, მიუხედავად იმისა, ამ ადამიანებს და რომც დაუმტკიცდეთ, რომ ეს ამ ადამიანებს ჰქონდათ ეს ნარკოტიკი. ჩემთვის ისინი არ არიან დამნაშავეები. ჩემი პოლიტიკური ძალისთვის ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებას, არ არიან კრიმინალები. ნარკოტიკის მომხმარებლის განხილვა კრიმინალად ჩემი
ჩემი აზრით არასწორია განსაკუთრებით ამ ხელისუფლების მხრიდან. რატომ ამ ხელისუფლების რატომ განსაკუთრებით ამ ხელისუფლების? გეტყვით, წინა ხელისუფლების დროს რაზე იყო საუბარი? თქვენ ყველას გახსოვთ 300,000 ისა პრობაციონერის შესახებ მითი ლეგენდა სიმართლე თუ როგორც იყო. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის ამბობდნენ, რომ წინა ხელისუფლებამ 300,000 პრობაციონერი, ამ პრობაციონერების 50% ვინ იყო? შემთხვევით ნარკო დანაშაულზე გასამართლებული პირები ხომ არ იყვნენ? და დღეს რა სტატისტიკა არსებობს? 30%-ზე ნაკლებია იგივე დანაშაულზე გასამართლებული პირები. და რა საუბარი გვესმის ჩვენ? აგერ არიან წინა ხელისუფლების და ამ ხელისუფლების წარმომადგენლები. აბა დაუსვათ შეკითხვა, რომელი ემხრობა ამ დარბაზში ჩემს გარდა და იყო მეგონი თეთრხმაურის წარმომადგენელი კიდევ აქ ნარკოტიკების მარიხუანის ლეგალიზაციას და რომელი ემხრობა იმას, რომ ადამიანებს არ იჭერდნენ, არ აჯარიმებდნენ ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკის ფლობის და მოხმარების გამო, რომ ადამიანების საკუთრებას პატივსცემდნენ. საკუთრებაში ნარკოტიკს არ გულისხმობს სხეულს, რომ რომელი აღიარებს ბოლომდე იმას, რომ ადამიანს ეს ექსკლუზივი უნდა ჩამოგართვა, იმიტომ რომ ჩვენც პოზიციაზე ვარ და თქვენ პოზიციაზე თქვენ დამსახურებასთან დაკავშირებით, ხო, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდებოდით, მანამდე ჩვენ არა, უკაცრავად, მე თქვენი პოზიციებიც მახსოვს, ბატონო გიგი, ამ შემთხვევაში. და თქვენი პოზიციებიც მახსოვს, როდესაც საუბრობდით, რომ ჯერ არ ვართ მზად, ჯერ გვჭირდება საგანმანათლებლო პროგრამები, ჯერ უნდა მომებზოდოთ ამისთვის, კი 12 წელი და დღემდე ამას აგრძელებთ, ხო? ანუ საქართველოს ჯერ არ ვართ მზად, მაგასაც გეტყვი. ხო, კი ბატონო, ანუ თქვენი რაღაცა უნდა გავაკეთოთ და რაღაცისთვის არ ვარ ლეგალიზაციის მზად არ ვიყავ და არც ვიქნებით ჩემი აზრით. ხო, ანუ მე ხო სხვა არაფერი არ ვიყავ, ხო თქვილი არ დამბრალია ბატონო გიგი თქვენ. არა, არასწორად. თქვენ ამ წუთასაც არ ემხრობთ ლეგალიზაციას. მე ხო თქვენ ხან გინდათ მე ამიტომ ხო არ მემხრო ამას. თქვენ რატო გონიათ ჭეშმარიტებას ლაპარაკობთ? თქვილი რა ვთქვი, თქვენ არ ემხრობით თქო. მე რასაც ვემხრობი ამას მე ვიტყვი. კი ბატონო, ხო არა, თქვენ ხო არ ემხრობით თქო, ეს გითხარით. მე რაღაცა ჰაერიდან კი არ მომიტანია, ჭორად კი არ გამიგია თქვენმა წარმომადგენლებმა არ დაგვიჭირეს მხარი რეფერენდუმის დანიშვნაზე. საბოლოო ჯამში, მაშინ როდესაც ეს საკითხი დადგა და ბოლოს საბოლოო ჯამში არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ამ წუთას სამწუხაროდ, რომელიც ჩემთვის ცნობილია, ვინმეს კონკრეტული პირები შეიძლება იყოს მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში, მე მოვუსმინე კობა სუბელიანის გამოსვლას მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით და არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ ეჭვი შევიტანო, რომ ამ ადამიანს უნდა ლეგალიზაცია. თუმცა პოლიტიკური პარტიის ოფიციალური პოზიცია ჩვენ არ მოგვისმენია და რითაც მინდა რომ დავასრულო. საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ამ ხელისუფლებას, ისე წინა ხელისუფლებას, როგორც ჩანს საბოლოო ჯამში ეშინია ხალხის გადაწყვეტილების. ეშინია რომ ხალხმა არ ჩამოართვას ის უფლება, რომელსაც ქვია ადამიანებისთვის ნარკოტიკების ჩადება, რომელსაც ქვია საბოლოო ჯამში ადამიანების შევიწროება ამის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებდით მათ თანხმობას რეფერენდუმის დანიშვნაზე, სხვას რო ყველაფერს თავი დავანებოთ. მაგრამ მიუხედავად ან თქვენ ამბობთ, რომ ისინი იტოვებენ ამას როგორც რეპრესიის ასევე მომისმენია სხვა პოლიტიკური ძალებისგან, მათ შორის თუ არ ვცდები, ევროპული საქართველოს ჰქონდა ეს პოზიცია, რომ ზოგიერთ წარმომადგენელს ჰქონდა ეს პოზიცია, რომ ჩვენ რეფერენდუმი არ გვინდა, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ამ რეფერენდუმში ვერ გავიმარჯვოთ. მაგრამ მე არ მჯერა ამისი, გავიმარჯვოთ, არ გავიმარჯვოთ. ერთი საკითხია, მაგრამ როდესაც ქართულ ხალხს დაჭირდა პრინციპული არჩევანი, როდესაც ქართულ ხალხს გაუხდა ასარჩევი მეტი თუ ნაკლები თავისუფლება და მე შეგვიძლია მაგალითები მოვყვე. როდესაც არჩევანი დადგა კომუნისტურ პარტიას და ზვიადგამსახურდიას შორის, ჩვენ გავაკეთეთ სწორი არჩევანი. როდესაც არჩევანი დადგა შევარდნაძეს და ჯუმბერ პატიაშვილს შორის, ჩვენ გავაკეთეთ სწორი არჩევანი. როდესაც არჩევანი დადგა შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილს შორის, ჩვენ გავაკეთეთ სწორი არჩევანი. როდესაც მიხეილ სააკაშვილს და გაჩეჩილაძეს შორის დადგა არჩევანი, სწორი არჩევანი გავაკეთეთ. როდესაც დადგა არჩევანი ჩასაბეტონებლად გამზადებულ მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს შორის, მაშინაც გავაკეთეთ სწორი არჩევანი. ამიტომ სწორი არჩევანი ყოველთვის გადადგმული მეტი თავისუფლებისკენ არის ამ ქვეყნის მოსახლეობის ნება და ამას ახლა ხელოვნურად როგორც არ უნდა ვზღუდოთ, ვერავინ ვერ შეაჩერებს. ბატონ ლევან, მე მოგცემთ საშუალებას უპასუხოთ. კი, თუ შეიძლება, მე მგონია რომ ცოტა დრო უნდა მომცეთ, რომ უბრალოდ ეს თემა მთლიანობაში ძალიან მოკლედ შევეცდები რომ აღწერო. მე მგონია რომ ეხლა მე რასაც ვიტყვი ბატონი იაგოსთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო, იმიტომ რომ მგონია რომ გარკვეული ინფორმაციული, ასე ვთქვათ, ინფორმაციის არქონის შედეგი იყო ის, რაც მან თქვა ეხლა რომ სხვა არავინ მეგულება, რომელიც ფიქრობს თავისუფლებასთან მიმართებაში უფრო მეტად აქტიურად და ძალიან მოკლედ მოვყვები ეხლა მე ამ ისტორიას თუ შეიძლება თქვენის დებართვით. წინა ხელისუფლება რაში იყენებდა და მართლა მადროს იყო მიღებული ეს მართლა რომ სადამჟელო ღონისძიებად იყო ქცეული და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები, ეხლა ამაზე აღარ განვევრცობი, აღარ ვიმსჯელებ,
არჩევნებისთვის ხმებსაც კი ესე აგროვებდნენ, რომ თუ ხმებს არ მოიტანდა ადამიანი, დავამთავრებ რა თუ შეიძლება, მოდიში რა. თუ შეიძლება ერთი და დავამთავრებ, ხო? კი ბატონო, ეხლა გავაგრძელოთ დღეისთვის რა შეიცვალა რა. ესე იგი 2000 მოკვევი მოკლე ისტორიას, იმიტომ რომ მაყურებლებს ალბათ საინტერესო იქნება. 2013 წელს უწყებაჩორისი კომისიის და ეს არის ჩვენი ხელისუფლების პირობები, მინდა შევახსენო ყველას. 2013 წელს დაიწყო სწორედ უწყებაჩორისი საბჭოს ინიციატივით სწორედ ლიბერალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები. პირველი ეს იყო თუ გახსოვთ, სასტრაფოს გამოძახება ეშინოდათ ადამიანებს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, იმიტომ რომ ვალდებულება იყო კანონმდებლობაში, რომ შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოები უნდა გამოესახათ და აქ რაც ხდებოდა ძალიან კარგად ვიცით. პირველი რაც გაკეთა, ჩაიხსნა ეს ვალდებულება, იმიტომ რომ ადამიანებს არ შეშინებოდათ დოზირების გადაჭარბების შემთხვევაში ელემენტარულად თუ შეიძლება დავასრულებ მათ შორის ამაზე ეხა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. საერთოდ მოდი რა ეხლა ვისაუბროთ იმაზე, რომ პოლიტიკაზე ეხლა თუ დამამთავრებ მათქმევინებთ ვიტყვი და თქვენ რო გექნება დრო ისაუბროთ. კონკრეტულ პრობლემაზე ვისაუბროთ ჯობია, როდესაც ხელისუფლება თქმობს და ჩადის კრიმინალს და არ ვისაუბროთ რაღაცა ჰუმანურ თემებზე, იმიტომ რომ ამის დრო ცალკე იქნება და სხვა დრო შეგვიძლია ვისაუბროთ. ხო? დავასრულებ რა. ესე იგი ეს ერთი, მეორე, სწორედ ამ დროს 2013 წელს გაიმიჯნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარება, ტარებასა და დიდი ოდენობის შეძენა შორის. ეს მეორე. შემდგომში, ეხლა რასაც ვაკეთებ და ეხლა იქნება ძალიან ალბათ საინტერესო ეს ბატონ იაგოსთვის. მე პარლამენტში ვარ, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი ერთის მხრივ და მეორის მხრივ ჯანდაცვის კომიტეტის მოადგილე და აგერ ჩემი კოლეგაც ასევე არის ამ კომიტეტის წარმომადგენელი და იცის მან თუ როგორ რა მუშაობა მიმდინარეობს ახლა. სწორედ ჩვენ ინიცირებით, იმიტომ რომ ეს თემა არ არის მხოლოდ დაკავშირებული ახლა რაზეც აი წინა სტუდიაში და ახლა ჩვენ ვსჯელობდით ჩადება, არ ჩადებასთან დაკავშირებით, ნარკოპოლიტიკა არის გაცილებით უფრო რთული თემა, უფრო მეტად კომპლექსური და მე შემოგთავაზებდი და მედიასაც ვთხოვდი, რომ ნუ დაიყვანს ამ თემას, ხოლოდ მარიხუანის მოწევა, არ მოწევა, კარგია თუ ცუდია და ჩადება რო ცუდია, ახლა ამაზე საერთოდ არ ვსაუბრობთ, ხო? აქ არის გაცილებით უფრო საფუძვლები, უფრო დიდი თემებისთვის, რასაც ადამიანების ჯანმრთელობა ქვია. ამიტომ პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა კომიტეტმა დააყენა საკითხი პარლამენტში და კომიტეტში ახლა განიხილება და ძალიან ფართო მსჯელობის და განჯის საგანია ყველა მიზნობრივ და ინტერეს ჯგუფებთან, სწორედ ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით თემის განხილვა. ძალიან აქტიურად განიხილება ეს ყველაფერი. ჩვენ ვაპირებთ, რომ ინტერეს ჯგუფებთან მოსმენის, საუბრის, მათ შორის მოწინააღმდეგეების, მომხრეების და ასე შემდეგ მოსმენის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ პირდაპირ ხვალვე ჩვენთან და ჩაერთოთ ამ კომიტეტში მუშაობის დროს. კომიტეტში რა თქმა უნდა მობრძანდეთ ღია პლატფორმა, კი ბატონო, აი პასუხისმგებელი ვარ ამ სიტყვებზე, მობრძანდით ჩვენ პირიქით პლატფორმის წევრებით, რომელიც თეთრი ხმაურიც ყველა არის ჩვენთან დამყოფი ამ თემასთან დაკავშირებით, მომხრეებიც, მოწინააღმდეგეებიც. მიდის ძალიან აქტიური მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით და სწორედ ჩვენ ვაყენებთ ამ საკითხს დეკრიმინალიზაციის მიმართულებით. პირდაპირ გეტყვით, რომ ასთა სხვადასხვაობაა საზოგადოებაშიც, პარლამენტის შიგნით, უმრავლესობის ნაწილშიც და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ეს საკითხი გამოვიტანეთ და დავაყენეთ, იცით რატომ? იმიტომ რომ დეკრიმინალიზაცია არის გაცილებით უფრო დიდი თემა ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული. მეცაც გეტყვით, დეკრიმინალიზაცია თუ არ განხორციელდა, ჩვენ ჯერა, რომ ძალიან რთული იქნება ისეთი დაავადებების დამარცხება, როგორიც არის C-ჰეპატიტი. C-ჰეპატიტის პრობლემა პირდაპირ არის დაკავშირებული დეკრიმინალიზაციასთან. იმიტომ რომ ინტრავენური ნარკომანია. ოდიში დავასრულებ. მე მგონია რომ კი არ ვექცევი თემა ზუსტად ეს არის. თქვენ რაზეც საუბრობთ, ჩადება არ ჩადების თემა. ზოგადად გეთანხმებ, ამაზე იყო საუბარი, რომ დიახ ნარკოპოლიტიკა არის შესამსუბუქებელი. ჩვენი სტუმრები ამბობდნენ, რომ ნარკოპოლიტიკა ის მკაცრი, იმიტომაც არის, რომ ხდება მის იარაღად გამოყენება. ეს პოზიცია მითხარი და ამ დროს როგორც მართველი გუნდის წარმომადგენელი პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩვენი აქცენტი არის პირდაპირ მიმართული ლეგალიზაციის მიმართულებით. ჩვენ მუშაობთ იმისათვის, რომ ადამიანების საშუალების მოხმარების, პირადი მოხმარების გამო ციხეში არავინ არ მიდიოს და უკვე არის ეს განხორციელებული და კიდევ უფრო შორს წავა ეს პროცესი დარწმუნებული ვარ. ეს ერთი. მეორე, მინდა გითხრათ, რა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ უკვირდებით სხვა პრობლემას. C-ჰეპატიტის რამდენი ადამიანია დაავადებული? 200,000 ადამიანამდეა დაავადებული C-ჰეპატიტით. ეს პროგრამა ინტრავენურ ნარკომანიასთან არის ძალიან ახლო კავშირში. დაახლოებით 50,000 ადამიანად არის შეფასებული ეგრეთ წოდებული რეზერვუარი, სადაც ეს ინფექციები და არის და ვირუსები არის
არის გავრცელებული. ჩვენ თუ ეს ადამიანები ჩtildeიდან არ გამოვიყვანოთ, შეუძლებელი იქნება ამის განხორციელება. გასაგებია, რომ ეს პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბურია. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და დაწყებულია უკვე პროცესი იმისა, რომ ლიბერალიზაციისკენ წავიდეს პროცესი, ადამიანებს დღეს თქვენ ხედავთ, რომ აღარ იჭერენ, სისხლის სამართლის ეხლა კიდე შემოსული არის იგივე უწყებაჩორისი კომისიის მიერ შეესაბამება გარკვეულწილად საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას, სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ დოზები არის გაზრდილი, რომლის გამოც არ ხდება ადამიანების დაპატიმრება და პატიმრობაში გაშვება და მეცაც გეტყვით, უფრო წინაც წავედით, შემოსული ამ წუთას ტექნიკური ეტაპი დავარქვით, ასე ვთქვათ, დიდ კანონპროექტამდე, შემოსული კანონპროექტი იქნება შემოტანილი, რომელსაც თავრობა შემოიტანს, იქ კულტივაციაზეც კი არის საუბარი, რომ როდესაც საუბრობთ, თუ შეიძლება, როდესაც საუბრობთ, რომ რომელი ხელისუფლების პირობებში ხდება ეს რეალურად ადამიანური მიდგომა და შსს არის აღმასრულებელი ორგანო, მან უნდა შეასრულოს ის კანონები, რომელიც არის პარლამენტი არის განსაზღვრელი პოლიტიკის. პოლიტიკა შეიცვლება შსს შესაბამისად შეასრულებს იმ პოლიტიკას, რაც იქნება გატარებული. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვათა შორის სწორედ ამ პროცესში, რაზეც მე იაგოს ვეუბნებოდი, მზად არის რომ იყოს ჩართული და აი ამ ფორმატში აქტიურად განვიხილოთ ეს. მადლობა, ბატონო კოტე, თქვენი პასუხი საინტერესოა. ბატონი ლევანი საუბრობდა ზოგად პრობლემაზე, ამაზე ჩვენც ვისაუბრეთ წინასწარმეტთან ერთად. ისინი ამბობდნენ პრობლემა, ეს პრობლემა თქვენ რაზეც საუბრობდით. დიახ, ამას გულისხმობ მე სწორედ. ერთი ნაწილი აი ამ ამას გულისხმობ მე ბევრად უფრო ფართო სურათზე საუბრობდნენ ჩვენი წინა ბლოკის სტუმრებიც, ისინი ამბობდნენ რომ პირიქით ხელისუფლება არ ცდილობს რომ შეამსუბუქოს ეს პოლიტიკა, იმიტომ რომ ის იარაღად გამოიყენებს და ბატონი ლევანი ამბობს რომ არა, პირიქით ხელისუფლება მიდის ამ მიმართულებით, სულაც არ აპირებს ასეთი მკაცრი დატოვოს ნარკოპოლიტიკა და აპირებს რომ ის შეამსუბუქოს, შესაბამისად მისი შემსუბუქება გამოიწვევს იმას, რომ მისი ასე იარაღად რეპრესიულ იარაღად გამოყენება ასდიული აღარ იქნება. ეს არის ვერ დაგეთანხმებით ნამდვილად, იმიტომ რომ იქნება ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, ჩაგიდებენ იარაღს. იარაღის ლეგალიზაციას მოვახდენთ იმ სახით, რა სახითაც ნარკოტიკებზე საუბრობენ, ჩაგიდებენ, არ ვიცი მე რაღაცას არახს ან ნებისმიერ ისეთ რაღაცას, რაც იმ მომენტისთვის კანონით იქნება აკრძალული. აქ ჩვენ უნდა ვისაუბროთ რეპრესიულ მანქანაზე, რომელსაც ძალიან წარმატებით იყენებს დღეს სახელმწიფო და რეპრესიული რეჟიმის წარმომადგენელი ჰუმანურ თემებზე გვესაუბრება, მაშინ როდესაც თქვენი ხელისუფლების ყოფნის პირობებში საერთოდ როგორ საუბრობთ ამ თემაზე? ადამიანებზე მე თქვენგან არ მივიღებ მარიხუანის მოწევის გამო საერთოდ როგორ საუბრობთ ამ თემაზე? მართლა არ გაქვთ მორალური უფლება ამ თემაზე ესე გველაპარაკოთ ჩვენ? ნამდვილად აღნიშნავს და მით უმეტეს არ მივიღებ ამ თემაზე. თქვენ ვერ მიიღებთ აგერ მოსახლეობა იყო, რომელიც 300,000 ადამიანი გაატარეთ ციხეებს. თქვენთვის ეს არის ბრძოლის მექანიზმი. თქვენ ეს არ გინდათ რომ დაინახოთ, არ გინდათ რა, დღევანდელ დღეზე ვისაუბროთ, 6 წელია უკვე ხელისუფლებაში ხართ და ყოველ დღე ვიღაცაზე ახორციელებს ზეწოლას სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობის გზით. დავასრულებ თუ შეიძლება. რა არის განსხვავებული? თქვენი ხელისუფლების მოსვლის პირველივე დღეებში თქვენგან ხო ვერ მივიღეთ. გითხარით აგერ ჩვენი კომიტეტი დაკავებულია არა, თქვენ ეხა რაღაცა ვართ მეთქი და არ მოგწონთ ეხა გინდათ რომ ჰუმანურობის ნიღაბი მოირგოთ, ეგრე არ გამოვა. მით უმეტეს ვერ მივიღებ იმას, რა ქვია, რაღაცა კონკრეტულ ჩივილებს თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლების მხრიდან, იმიტომ რომ პირველივე დღეებში, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, დაიჭირეს თენგო ერისთავი, ასევე ნარკოტიკების ჩადებით. უბრალოდ მის ოჯახს ძალიან ბევრი ქომაგი გამოუჩნდა, ხელისუფლებამ ვერ გაუძლო წნეხ საზოგადოებიდან, ეს ადამიანი გამოუშვეს თავისუფლებაზე, ისე რომ არც ერთი პოლიციელი არ დასაჯეს. არავინ არ გამოიძია, საიდან მოხვდა ამ პოლიციელების ხელში ეს ნარკოტიკი. თავისუფალი, იმიტომ რომ მე თქვენ არ მახსოვხართ, როდესაც თენგოს იცავდნენ თქვენ მის დასაცავად რამე გეთქვათ და თქვენი გუნდის წევრები გამოდიოდნენ და იცავდნენ მაშინდელ ხელისუფლებას, რომ თენგო ერისთავი კანონიერად იყო დაჭერილი. მაგასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, თავისუფალმა დემოკრატებმა ერთი წუთი სხვა პარტიების იყვნენ, თავისუფალმა დემოკრატებმა წადებდნენ ამ ადამიანს. ეს მერე გამოუშვეს, არავინ არ დემოკრატებმა ძალიან დიდი ძალიან ბევრი თავისუფალმა დემოკრატებმა ძალიან დიდი არ გაქვთ მორალური
უფლება ხელი ჩვენ მორალურ უფლებაზე მოგახსენებთ ახლა თავისუფალმა ერთი თუ ოპოზიციაში გადასვლას არა ამაზეც უნდა თავისუფალმა ორი სიტყვით ოპოზიციაში თქვენ არ გადასულხართ თქვენი ნებით ალასანია გააგდეს ისე გადახვედით ოპოზიციაში ამას იზახით რომ მე თქვენი თავისუფალმა დემოკრატებმა რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს თავისუფალ არ არის ყველას უნდა დაერქვას თავის სახელი კი ბატონო თავის სახელს ახლა დავარქვებ და ორი წამიმაცადე თავისუფალმა დემოკრატებმა ძალიან თქვენ არ წასულთ დავარქვებ თავის სახელს დავარქვებ თავის სახელს და მეც მაცადე თავისუფალმა დემოკრატებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს იმ დანაშაულებრივი რეჟიმის პირდაპირ გეუნებით ჩამოგდებაში სამართლებრივი გზის რასაც ნაციონალური მოძრაობა ქვია და ერქვა მე პირადად ყველა აქციაზე ერთი თუ დამთავრებული რეჟიმის შემდგომი ასე მე ვაპარაკებ და იმ დანაშაულებრივი რეჟიმის პირდაპირ გეუნებით იმ დანაშაულებრივი რეჟიმის წამყვანი მექანიზმები დღეს წარმატებით გადმოიბარა ქართულმა ოცნებამ და იმ წარმატებით გადმობარებულ მექანიზმებს ამუშავებს ახლა წარმომადგენლების ახლა ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს რაც შეეხება ჩვენი გუნდის წარმომადგენლები არიან ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს რაც შეეხება გაგდებამდე ეს შეიძლება არ გინდა ჩემი პოზიცია თუ ჩემი პოზიციის მოსმენა არ გინდათ მაშინ ვითხარით და მაგრამ მე ვერ შემოწყვეტიებ თავისუფალმა დემოკრატებმა როდესაც თავისუფალ დემოკრატებზე როცა საუბრობთ ერთ დამთავრებული აუცდებით თუ ჩემი საუბარი არ ხსიამოვნებთ თქვით პირდა და მომასმენია რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს თავისუფალმა დემოკრატებმა როდესაც 2007 წლის 7 ნოემბერი იყო და როდესაც წარმოუდგენლად იყო ადამიანის უფლებები ფექვეს გათელილი ერთ-ერთი მათგანი ვარ რომელსაც რეზინის ტყვიაც ვიგემე და გაზით შევისურვებ დატოვეს თანამდებობები როდესაც პოლიტიკური ერთი ქართული ოცნების რატო ტრიალებს უკანონო ნარკოტიკი მაღალჩინო მაგასთან მივდივარ მე ზუსტად რაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს იგივე რელსებზე გადავიდა დღეს ქართული ოცნება როდესაც თავისუფალმა დემოკრატებმა ნახეს რომ პოლიტიკური პატიმრები გაჩნდა ქვეყანაში მათმა თავისუფალ თვითონ დატოვეს თანამდებობები თვითონ დატოვეს თანამდებობა მოგახსენებთ ახლა კომიტეტის თავმჯდომარეები მინისტრები თვითონ გადადგენ და წავიდნენ. ხოლო რაც შეეხება ერთი წუთით ახლა, ნუ ყველამ კარგად ვიცით ვინ გადადგა და როგორ გადადგა. ანუ არასწორი ინფორმაცია. არასწორი ინფორმაცია და სწორი ინფორმაცია საზოგადოებამ გაჩნდა. გადამდგარი არ მინახავს. კაცრ კი არა, დაუნდობელ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე ხა ნაციონალური მოძრაობა ცოტა არ უნდა საუბრობდეს როგორც მინიმუმ რა. ის დღევანდელ დღეზე თქვენ გამომიწვიეთ ამაზე საუბარში არ გირჩევდით უბრალოდ ახლა თავისუფალ დემოკრატებზე ნაციონალური მოძრაობა არ გირჩევდით საუბარს. თქვენ გამომიწვიეთ და პასუხის მიიღეთ. ხოლო გიორგი ბატონ გიგის უნდა აგრეთვე ჩართვა დებატებში. სტანდარტები არავის არ გამოაჩინა. ხოლო რაც შეეხება ახლა საუბარი არის აქ თურმე ისო რა ქვია დეკრიმინალიზაციისკენ მიდის ძალიან კარგია მივესალმები, მაგრამ ის პლუსები რაც თქვენ ჩაითვალეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა ვახსენოთ. იმ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენი წაქეზებით პომიდურებს უშენდა ეგრეთ წოდებული წყარებში არასამთავრობო სექტორი. იმ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღო, თორე თქვენი ნები ქართული ოცნების ხელისუფლებას ეს არ მიუღია და არ შეიძლება აბთქვა უბრალოდ ხატიაშვილთან დაკავშირებით. გამოჩნდა ეხლა რო საუბრობთ, ხატიაშვილიო რაღაც ისტორიულ განცხადებებს აკეთებს, თუმცა რაღაც პოლიტიკური მიზნები გააჩნიო. ხატიაშვილი ზაზა არა, ხატიაშვილი დავამთავრებთ. მაშინ თუ კიდევ გავიმეორებ რა. კი ბატონო. ხატიაშვილი რეალურად ხედავ რამოდენიმე ეთერია დაწყებული კანცელარიაში ადამიანებთან, რომელსაც რა თქმა უნდა აქვს თავიანთი უფლებების გამოხატვა, დამთავრებული აქ სტუდიაში რეალურად არა მოქმედებს და ამბობს როგორც ადვოკატი და იურისტი, არამედ რეალურად ადამიანი პოლიტიკაშია და ნაციონალური მოძრაობის დროს თვითონ ხელზე დადებული სტრასბურგის სასამართლოში იყო. თვითონ ვერ ხვდება, მე მგონი რომ პოლიტიკურ განცხადებებს აკრეს მეტი არაფერი არ. ლევანდელ ხელისუფლებასთან რაცაა კრიტიკული, ორჯერ უფრო კრიტიკული იყო სიმართლეობა მოითხოვ ზაზა ხატიაშვილი ნაციონალური მოძრაობის დროს, მაგრამ მაშინაც ასე საუბრობდნენ. ზაზა ხატიაშვილის პოლიტიკური მიზნები აქვს, ზაზა ხატიაშვილი დემაგოგია. აი ეგ არის სტილი უბრალოდ მე მინდა გითხრათ. რაც თქვი აი გავიმეორე. არა, ეს არის სტილი უბრალოდ მარგინალიზების პიროვნების, მაგრამ აქ ნუ საუბრობ ასე. პრობლემას ნუ გაურბივარ პირველ რიგში ეს შეიძლება ითქვა და ამაზე უნდა თქვა. ეს პარლამენტში და მე საგარამო ბატონო გიგი რომ წავიდოს დებატებში. ჩვენთან ერთად ზრდა დეკრიმინალიზაციის საკითხი გადის ოპოზიციასთან ერთად და ამაზე კარგი რა ბატონი გიგი რასაც საუბრობს ბატონი ლევანი. განსაკუთრებით რომ ეს საკონსტიტუციო სასამართლოს არა, ვემხრობი თავიდან ბოლომდე, მაგრამ აქ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციით ამ შემთხვევაში საქმე არ წდება. აქ არის პოლიტიკური ნება მთავარი და საჭირო, იმიტომ რომ აქ პოლიტიკური ნება რაზეა იცი საჭირო, რომ ადამიანს
პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არ უბრძანოს და არ ჩაუდო ნარკოტიკი. თორემ ნარკოტიკი არ იქნება დღეს დეკრიმინალიზებული იქნება, იერარქი იქნება, ბევრი სხვა საშუალება გამოინარჩუნა. იმიტომ რომ პასუხისგებლობის საკითხი მადლობა, ბატონ გიგის მოусმინოთ. ბატონ გიგი. დაიჯება მაღალჩინოსანი, სხვა ხელი არ დაუხდება. ორი დღის წინ დააკავეს ისა რა ქვია, შსს თანაშრომელი გენერალურმა ინსპექციამ ნარკოტიკის შენახვასთან თუ ტარებაზე დაკავშირებით. იქნებ მაშინ ამაზეც იმსჯელოთ. ამ საქმეს რატომ არ მიუერთებთ იმას? დამნაშავე თუ არის ადამიანი და სასამართლო თუ დაადგენს რომ დამნაშავე პოლიტიკური კუთვნილება, მშობლის, მედია, პრეზიდენტი, ასე შემდეგ. ძალიან მთავარი არის რომ ადამიანი თავარი არის რომ ადამიანი თუ იქნება გამოტანილი, რა თქმა უნდა. იმას რა ლაპარაკობთ ეს ბატონ გიგი. ხანგრძლივი დებატები იყო აქ და საინტერესო რაღაცები იყო, მაგრამ მაინც მიმაჩნია რომ ეხლა სულ წინა პერიოდზე საუბარი რელევანტური ნამდვილად არ არის რა. ამით რას ვამბობ? ჩვენ რა გვინდა ვთქვა? ისტორიული რაღაც რეტროსპექტიული ისენი გვაქვს წიაღსვლები თუ ვადარებთ დღევანდელ სიტუაციას თუ ვამბობთ რომ დღეს რო ცუდი რამ ხდება, მაგალითად უდებენ თუ არასწორად აპატიმრებენ თუ რაღაცა ვთქვა რეპრესიული მანქანა მუშაობს, ეს იმიტომ არის დაშვებული რომ წინა პერიოდში რაღაც ცუდი ხდებოდა. შევთანხმდეთ რომ რაღაც ეხლა დავასრულეთ. არა, ამის არ ვაკეთებ. დავანებოთ თავი ამას. დავანებოთ თავი ამას. თუ რაიმე წინა ხელისუფლების დროს, კოტე ბოდიში რა. წინა ხელისუფლების დროს თუ რაიმე ცუდი კეთდებოდა, გასაგებია ეს, ხალხმაც გაიგო და არჩევნებიც იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ხარ ვლაპარაკობთ ახლა იმაზე რომ დავიწყოთ ყველაფერი რაც კარგი იყო და ეს მოუყვეთ. იგივე ნარკოპოლიტიკას დაკავშირებით მე ვეთანხმები მოსაზრებას რომ ეს შეიძლება არ არის თავარი საკითხი, როცა პოლიტიკურ ნებას ეხება, იმიტომ რომ შეიძლება ხა ცუდი მაგალითია, მაგრამ რაღაც პერიოდში, ისტორიულ პერიოდში საქართველოში ნარკოტიკები იყო საერთოდ ლეგალიზებული. როცა მორფის კაბინეტები იყო, მე ეს გადმოცემით ვიცი, მაგრამ იმავე პერიოდში ხალხს ხრეტდნენ სულ სხვადასხვა იმის ანონიმური საჩივრების საფუძველზე. ანუ პოლიტიკური ნება, პოლიტიკური კონიუნქტურა როგორია, ამას აქვს მნიშვნელობა. ამიტომ ნარკოპოლიტიკას რაც შეეხება, ეს მართლა არის ერთი მიმართულება, ერთი ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში, სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, რომ თუ ის რეპრესიულია, ზედმეტად კაცრია, კანონით კარგად არ რეგულირდება, ლიბერალური მიდგომები ნაკლებია, გამოიყენოს იმისთვის, რომ აი ასეთი გადაცდომები არსებობს, ანგელოზებით ვერ დააკომპლექტებს ვერავინ ხელისუფლებაში, ესლოთ ყველა შტოს, მით უმეტეს პოლიციას. იქ წესიერი ხალხიც არის, ვინც არასდროს არ იკადრებს და მუნდირის ღირსებასაც დაიცავს, პატრიოტიც არის და რო უბრძანებენ, ეს გააკეთე, არ გააკეთებს, ასეთი ხალხი იყო ყოველა დროს, ასეთი ხალხი იქნება ახლაც. საქმე იმაშია, რომ ეს ბალანსი უნდა იყოს შეუდარებლად დიდი, პატიოსანი ხალხი უნდა იყოს მეტი. ამიტომ ის უპატიოსნო ხალხი, რომელიც აი ესეთ რაღაცებს აკეთებს, რისი ეჭვებიც არსებობს და მაგალითებიც არსებობს, ხო, გაიხსენა კოტემ, ეხა ეს გამახსენდა თენგო რო თქვა, თენგო გუნავას დაიჭირეს და ჩაუდეს იერარქი და მე არ ვიცი ის ხალხი დასაჯეს თუ არა, ფაქტია რომ ექსპერტიზა მარს დაადასტურა ეს რაც ხდებოდა. ამიტომ ნარკოპოლიტიკაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა. აქ საუბარი იყო ჩვენი კოლეგების მხრიდან ვის რა მოსაზრებები აქვს. მე დიდი ხანი მუშაობდი ამ საკითხზე და 10 წლის წინ შევიტანე ყველაზე მსხვილი პაკეტი, რაც ჩვენ ქვეყნის ისტორიაში არსებობდა ამ თემაზე, მათ შორის ყველა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით და ძალიან ბევრი მუხლით. იქ ჯარიმებზე, რეაბილიტაციაზე, კურნალობაზე, სამსახურის მოწყობაზე, როცა ვამბობდი, ვერ და არა, გეთანხმები, მაგას არაერთხელ უსვამდით. მაგას არაერთხელ, მოიცა ერთ წუთი, არაერთხელ უსვამდით ხალხს. მეც ასე ვიდექი ხოლმე ტრიბუნასთან ლევან და მეგონა რომ ყველა საკითხს გავიტანდით. აი ბოლოში როგორ იქნება ეს ვნახოთ. ეს ვნახოთ, იმიტომ რაღაც წავწიეთ მაშინ წინ, რაღაც ვერ წავწიეთ. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც დღეს საქართველოშია, არაფერს არ უწყობს ხელს, არც იმას, რომ ასეთი ფაქტები არ იყოს, არც იმას, რომ ნაკლები დანაშაული ხდებოდეს, ნარკოდანაშაული და ბევრი სხვა რამ. ამიტომ, როდესაც რაღაცის ადრე მზადყოფნაზე ვლაპარაკობდი, ჩვენ კოლეგას მინდა უთხრა. ეს იყო იმ ექსპერტული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მე 10 წლის წინანდელ ამბავს ვამბობ. და დღეს კიდე შეიძლება უარესი ვითარებაც იყოს, რაც პრევენციას შეეხება, რაც შეეხება კურნალობას და რეაბილიტაციას შეეხება. როდესაც ჩვენ ლიბერალურ კანონებს დებ ქვეყანაში და ამცირებ სასჯელებს და რაღაცის დეკრიმინალიზაციას აკეთებ, აუცილებლად ხდება სხვა პროცესი.
იმიტომ რომ ნარკოტიკები არის დიდი ბიზნესი, სადაც რაღაცა მსუბუქდება, იქ შედის მეტი ნარკოტიკი, ამიტომ უნდა მოამზადო როგორც ჯანდაცვის მხარე, ასევე პოლიციის მხარე. აქედან გამომდინარე და საზოგადოებაც, ამიტომ არ იყო ქვეყანა რაღაცისთვის და ეს ჩვენ იმ ხალხმა მოგცა ეს რჩევები, ვინც გააკეთა პორტუგალიაში რეფორმა და ყველა რეფორმის ავტორს შეხვდით, ვინც ჩილეში გააკეთა რეფორმა, ვინც გააკეთა რეფორმა ჩეხეთში და ასე შემდეგ. დღეს თუ კი იქნება ეს ნება და მე მგონი ეს ნება უნდა იყოს, აუცილებლად უნდა შეიცვალოს ეს პოლიტიკა, მაგრამ ბალანსი უნდა დაიცვა. თქვენ ლეგალიზაციაზე საუბრობთ? ნარკოტიკების ლეგალიზაციას მე არ ვეთანხმები დეკრიმინალიზაციას და ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი არის გადასადგმელი იმისათვის, რომ გაცილებით უკეთესი ვითარება გქონდეს და ნაკლები ინსტრუმენტი მივცეთ. არა, ასე ვთქვათ, წესიერ ხელისუფლებას, რომ მსგავსი ფაქტები იყოს, რასაც მადლობა ბატონ გიგი, მე მივცემ ბატონ ჩვენ და იგივე პოზიცია გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით. მე მივცემ საშუალებას ბატონ იაკოვს გიპასუხო და ამით დავასრულებთ. ეს გავიცანი პირველად და მის პატიოსნებაში ეჭვშევით, ანუ მას დარწმუნებული ვარ, შინაგანად უნდა ამ სფეროს რეგულირება ისე დაახლოებით, როგორც მე მინდა, შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც პოზიტიურად. მაგრამ და ბატონმა გიგიმაც ისაუბრა მის გამოცდილებაზე ამ თვალსაზრისით. მე შემიძლია წარმოგიდგინოთ ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის, გაეროს კომისიის დასკვნა თუ რას გვირჩევს, რას ურჩევს სახელმწიფოებს, რანაირი ნარკოპოლიტიკა უნდა აწარმოონ მათ. მე წავიკითხავ რამდენიმე ნაწილს და მე მინდა რომ საქართველოში თუ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია თუ ლეგალიზაცია თუ როგორც იქნება მოხდება, იყოს დაახლოებით ასეთი და არა ისეთი, რომელიც ჩვენ წარმოგიდგინა იუსტიციის სამინისტრომ იმ პროექტის სახით, რომელიც ყველა მონახეთ და მე მგონი ბატონი ლევანი ამ პროექტზე არ საუბრობს, იმედი მაქვს, რასაც საუბრობს. ეს არის შუალედო, თქვენ რაზე საუბრობთ, ეხლა ეს არის შუალედო ტექნიკური ნაბიჯი, საკონსტიტუციოსთან შესაბამისობა. ბატონ ლევანი, როგორც თქვენ იურისტებს ბრძანდებით, მე იურისტი ვიტყვი, რომ ის რაზე ჩვენ ვისაუბრეთ, დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის მომზადება, ეს არის ძალიან ფართომჯერობა, თქვენც დიდი სიამოვნებით გიწევთ, ნამდვილად ძალიან გამიხარდა, რომ დაინტერესებული ხართ ამ თემით და ერთად ვიმსჯელოთ ყველამ ერთად საზოგადოებასთან შეჯერებით და ამაზე საუბარი არის გაზაფხულის გასაგებია. ჩვენ იურისტები ვარ და ორივე ვიცით ახლა რომ ეს არის ტექნიკური შუალედური ნაწილი, ასე შემდეგ ამას არანაირი შინაარსი არ გააჩნია სამართლებრივად. ესეთი რაღაცა საპარლამენტო საქმიანობაში უბრალოდ არ არსებობს. მესმის ბატონ ლევანს უნდა შერბილება ამ პოზიციის, რომ ის ნაწილი, რომელიც იუსტიციამ წარმოადგინა, არ იყოს სწორი და კარგი, რასაც მე ვეთანხმები და მიღებულია მისი ეს პოზიცია. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა რეკომენდაცია გვაქვს ჩვენ ზოგადად ამ ორგანოს მიერ და მე ზოგადად წავიკითხავ რამდენიმე წევრს თუ ვინმეს აინტერესებს რა კომისიაზეა საუბარი. ამ კომისიის წევრები არიან სინამდვილე დოკუმენტია. არა, ეს არის 2016 წლის დეკემბრის ანგარიშია, ძალიან ახალი დოკუმენტი არის. ხო, ამ კომისიის წევრები არიან გაეროს გენერალური მდივანი, ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიგერიის პრეზიდენტი, მექსიკის ყოფილი პრეზიდენტი, კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი, ვინმეს თუ ბევრი პრეზიდენტებია მოკლედ. გაწერია ამ დოკუმენტში და რაც შეცვლის ქვეყანაში თუ ამ რეკომენდაციებს გავითვალისწინებს, შემსუბუქდება ნარკოპოლიტიკა და შესაბამისად მაგალითად ხელს შეუწყობს ეს იმას, რომ სამართალდამცველებმა აღარ მიმართონ ნარკოტიკების ჩადებას და ასე შემდეგ. თუ ვინმეს პოლიტიკოსები არ მოწონს და არ ჯერა ამ დოკუმენტს ხელს აწევს მარიო ვარგას ლიოსა წერალი, ამას ხელს აწერს კარლოს ფუენტესი, ასევე მექსიკელი წერალი და მილიონი ადამიანი, რომელიც საზოგადოების პატივისცემას იმსახურებენ, არიან ცნობილი ეკონომისტები, პოლ ვოკერი არის მაგალითად ასევე კომისიის წევრი. რას ამბობს ეს კომისია? ეს კომისია ამბობს, რომ სახელმწიფოებმა უნდა გააუქმონ ნებისმიერი სასჯელი, როგორც სისხლის სამართლის, ისევე ადმინისტრაციული ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის შენახვასა და ასევე ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის კულტივაციაზე. მილიონობით ადამიანი დედამიწაზე მოიხმარს ნარკოტიკს, ამას აკეთებს ისე, რომ სხვა ზიანს არ აყენებს. ნარკოტიკების მომხმარებელთა დასჯა არაეფექტური და საზიანოა და არგობს ადამიანის ღირსებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ სასჯელისაგან განსხვავებული მეთოდები, დისტანცირდნენ სისხლის სამართლის სისტემებისგან. გაეროს წევრ ქვეყნებმა უნდა ამოიღონ ნარკოტიკების შენახვის კრიმინალიზაცია ნარკოტიკების საერთაშორისო საკონტროლო სისტემის ქვეშ არსებული ხელშეკრულების ვალდებულებებისაგან. საბოლოო ჯამში სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ ნარკოტიკების ბაზარზე რეგულირებული დაშვების მოდელები. დაახლოებით ამ ეს რიტორიკაა გამოყენებული და აქვე არის მითითებული, რომ იმ პოლიტიკამ, რომელსაც ევროპის ქვეყნები ეწეოდნენ ბოლო წლების განმავლობაში 2006 და 2013 წლამდე, დაახლოებით 20%-ით გაზარდა ნარკოტიკების მოხმარება. მე მინდა რომ ამ ქვეყანაში ამ დოკუმენტის საფუძველზე მოქმედებდეს საპარლამენტო უმრავლესობა, თორე ამ ადამიანების ინტერესი კი არ მაქვს. უბრალოდ მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ქართული საზოგადოება დიდი ბოდიში ჟარგონისთვის, მაგრამ არ ჭამს
ანკესებს, სადაც რეალურად არ იქნება არაფერი და იქნება უბრალოდ ლამაზი სიტყვები. ხოლო საბოლოო ჯამში მივიღებთ შედეგად იმას, რომ სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკების კლუბური იქნება თუ ეს არაკლუბური მარიხუანა იქნება და სხვა ნარკოტიკი მოხმარებისთვის ადამიანებს მაინც ჩასვამენ ციხეში და საბოლოო ჯამში გაგრძელდება ის ჩადებებიც და 1000 დიდი მადლობა. უბედური პრაქტიკა რომელიც დიდი მადლობა. ჩვენ დავასრულეთ გადაცემა თუ არ გსურთ რაღაც აუცილებელი თქმა ბოლოში გასაგებია. ძალიან მოკლე რეპლიკა გქონთ ბატონ ლევან და დავასრულეთ. ყველაზე მთავარი რაც მინდა გითხრათ რომ ნარკოპოლიტიკა ეს არის ძალიან კომპლექსური თემა. დეკრიმინალიზაცია არის ის აუცილებელი ნაბიჯები რომელიც უნდა გადადგას ჩვენმა ქვეყანამ. მე ამაში დარწმუნებული ვარ, ჩვენი კომიტეტი ამაში დარწმუნებულია. ეხლანდელი პარლამენტი თვისობრივად არის განსხვავებული და ძალიან ბევრი რეფორმატორული ნაბიჯები გადაიდგება, თუმცა რა თქმა უნდა საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, მოსაზრებების გათვალისწინებით, იმიტომ რომ ამ თემას ყავს როგორც მომხრეები, ისევე მოწინააღმდეგეები, ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ღია პლატფორმა ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში, ყველა დაინტერესებულ პირს აბსოლუტურად ვთხოვთ, აი პირადად მოგმართოს მე, ბატონ კაკის, ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარეს არ აქვს მნიშვნელობა, მობრძანდით ვიმსჯელოთ უკვე მიდის ეს მსჯელობები, ყველაზე რადიკალურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი ჩვენთან ერთად ხედან და გავდივართ მზად კანონპროექტი კი არა, როდის გვექნება ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, როდის იქნება თქვენი მიზანი სისრულეში მოყვანილი? ჩვენ თარიღი რო ვთქვათ, კი, ჩვენი მოსაზრება არის ესეთი, საზოგადოების ფართო ჩართულობით, მსჯელობით მოვახერხოთ ისე, რომ გაზაფხულის ბოლოსაკენ კონდეს ჩვენ უკვე პირველადი ვარიანტი კანონპროექტის, რომელიც შესაძლებელი იქნება რომ გამოვიტანოთ განხილვაზე საზოგადოებას. სესიაზე ჩვენ გვექნება საგაზაფხულო სესიის დასრულების მერე ჩვენ გვექნება თუ არა ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, ისეთი არა რაც ეს არის მარტო ჩვენზე საზოგადოებაზეც არის. დიდი მადლობა. ყველაზე მთავარი რაც არის ის რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ეს კანონპროექტი, მათ შორის თქვენთან კონსულტაციისთვის ოპოზიციის ეგ დაუსრულებელი პროცესია. რეპლიკები სურთ ბატონ გიგის და გაზაფხულის ბოლოსთვის უნდა იყოს ეს კანონპროექტი გზა. მოგზავნით ერთად გავიაროთ ეს საკითხი. სულისკვეთებას უერთდები სულით და გულით. უბრალოდ ფაქტი არის ის, რომ ადამიანები დღეს სახლიდან გასვლის წინ იღებენ ვიდეოებს და გვაჩვენებენ, რომ არაფერი კანონსაწინააღმდეგო მათ არ უდევს ჯიბეში, გადიან და მათ აკავებენ. ეს იყო ფეიქრიშვილების შემთხვევაში, ეს იყო ბოლო ფაქტი და ესეთი ალბათ კიდევ რამდენიმე არის. შეგვიძლია შევიდეთ YouTube-ზე და ვნახოთ უამრავი ფაქტი. წარმატებით მოხდა ძირითადი თემის აცდენა, ანუ ვითომ ჰუმანურობაზე საუბარი და სინამდვილეში ნაკლები დრო დაუთმეთ რეპრესიული მანქანის განეიტრალებაზე საუბარს და სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ჩვენი მთავარი თემა და იმედია საზოგადოება გონს მოეგება და დაუდებს ბოლოს ამ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც